დიდება გმირებს ანწუხელიძე უკვდავია ნაომარი ქვეყანა ბოდიშს არიხდის. ეს არის ის მთავარი გზავნილები, რაც დღეს ისმის გმირთა მოედანზე. საქართველოს მოსახლეობა იხსენებს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ თარიღს. ზუსტად 17 წლის წინ ამ დროს ქართული დასახლებული პუნქტების, სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ. ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა რუსული აგრესიის სამიზნე. ბოლო საუკუნეში მეოთხედ. ეს იყო რუსული ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, რაზეც დღეს აქ შეკრებილი მოქალაქეები საუბრობენ. ისინი იხსენებენ იმ მძიმე დღეებს, რაც დაუდგა საქართველოს ზუსტად 17 წლის წინ 2008 წლის აგვისტოში და ამბობენ, რომ ეს საომარი მოქმედებები არ დაწყებულა არც 7 აგვისტოს, არც 8 აგვისტოს და მით უმეტეს არ დასრულებულა 12 აგვისტოს და გაგრძელდება დღემდე რუსული ოკუპაციით, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ორი რეგიონი არის ოკუპირებული. გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, გრძელდება მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება de facto საზღვრის მიმდებარი ტერიტორიიდან და რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს დაკისრებულ საერთაშორისო დაღებულ ვალდებულებებს. აქ შეკრებილი მოქალაქეები ასევე აკრიტიკებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არა მშვიდობიან პოლიტიკას იზიარებს, არამედ ცდილობს გაიმეოროს რუსული პროპაგანდა, მათ შორის მასში, როდესაც თარიღთან დაკავშირებითაც კი არის გარკვეული უზუსტობა. მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 7 აგვისტო არის ომის თარიღის ოფიციალური დასაწყისი, როდესაც რუსეთის ჯარებმა გადმოლახეს როკის გვირაბი და არა 8 აგვისტო, როგორც ამას კრემლი და რუსული პროპაგანდა იმეორებს. ისინი ასევე საუბრობენ იმ დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც პარლამენტში შექმნა ქართულმა ოცნებამ რამდენიმე თვის წინ და მიიჩნევენ, რომ ამ გზით, როდესაც ქართული ოცნება საქართველოს ცდილობს, რომ გადააბრალოს სამხედრო ომის დაწყება და მძინარე ცხინვალის დაბომბვა, როგორც ამას მმართველი პარტიის დეპუტატები იმეორებენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა და შეცდომა. ჩვენ ომი არ გვინდა, არავის არ გვინდა ომი, მაგრამ არც მაშინ გვინდოდა, როცა რუსეთი თავს გესხმოდა, ხო? აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს თავის დაცვა. ქართული ოცნების ნარატივი აბსოლუტურად აბსურდული არის. ანუ ჩვენ რეალურად ვიმყოფებით კონფლიქტურ მდგომარეობაში, ხო? ანუ ჩვენ ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, რომელ მშვიდობაზე ვლაპარაკობთ, რანაირად ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული არის, ადამიანებს იტაცებენ, ხოცავენ, უფლებების დარღვევაზე აღარ არის საუბარი, ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წამოსული არის ამ რეგიონებიდან, ხო? სად გვაქვს მშვიდობა რეალურად, ხო? ხო, პირველ რიგში პროპაგანდას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც საერთოდ საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო ქართულმა ოცნებამ კი მშვიდობას, არა ომს და ამით ფაქტობრივად ქართველი ხალხი შეაშინა. და მე ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაშაულია ეს მათი მხრიდან, რადგან ომი საქართველოს არ დაუწყია და ეს ბრალდება, რაც თვითონ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მკობ ჭყალებში ქართულ ხალხს დასდო, არის გამოუწყრებელი შეცდომა და დღესაც ოკუპირებულია საქართველო, მტერი უცვლელი არის და უკვე გარე მტერი გვებძვის შიგრით შიდა მტერის ხელით, რაც ორმაგი ბრძოლის ფრონტი არის ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულად გავიმარჯვებთ და ამაში ვწმდები სინდის პატიმრების შემართებით და ბრძოლით, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ, ბოდიშის მუხტაზე უარს ამბობენ, შეწყარებაზე უარს ამბობენ და ასე შემდეგ. და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს ქალაქის მნიშვნელოვანია. რუსეთის ოკუპაცია რო იწყება 19 საუკუნეს ყველასთვის ცნობილი ბოლო შემთხვევები 7 აგვისტო, იმიტომ რომ 6 აგვისტოს უკვე ლადე-კავკასში გაშლილი ჰქონდათ სამხედრო გოსპიტალი რუსებს. სანამ ომის მოქმედებები დაიწყებოდა. თქმა უნდა, საზოგადოებას ახსოვს ეს დღეები, ეს გაჭირვება, ის მსხვერპლი, რაც ქართულმა ხალხმა გაიღო. 7 აგვისტოა უმნიშვნელოვანესი თარიღი, 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. რეალურად ეს ომი, რა თქმა უნდა, არც 7 აგვისტოს დაწყებულა, არც 8 აგვისტოს დაწყებულა, თუმცა თვითონ ამ შეიარაღებული კონფლიქტის 2008 წლის აგვისტოს ომის ცხელი ფაზა ჯერ კიდე ივლისის შუა პერიოდიდან იწყება, განსაკუთრებით ივლისის ბოლო დღეებში და აგვისტოს პირველ რიცხვებში იწყებს ჯერ ოსური მხარე, რუსული მხარის დახმარებით სხვადასხვა ტიპის კონვენციური შეიარაღების გამოყენებით ქართულ სოფლებზე მასირებულ დარტყმებს, მათ შორის გამოიყენებოდა მსხვილი კალიბრიანი артиლერიაც, აქ საერთოდ ტყვიამფრქვევებზე საუბარია აღარ არის და ყუბარტ-ოცნებზე მასირებული საარტილერიო დარტყმები მიდიოდა განსაკუთრებით 5 აგვისტო, როცა განსაკუთრებული სერიოზული მასშტაბები მიიღო ქართულ სოფლებზე შეტევამ
და 2008 წლის 7 აგვისტომდე წინა დღეებში ჯავის რაიონში აქტიურად შემოდიოდა 58 არმიის 19 მოტომსროლელი დივიზიის შემადგენელი პოლკების სხვადასხვა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების კონფიგურაციით, რომლებმაც შემდეგში საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობა მიიღო. 2008 წლის ომის გამოძიება გაგრძელდა ასევე სტრასბურგისა და მინისტრ უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა საქმე, დადგინდა, რომ რუსეთის შეჭრამ მორალური ზიანი მიაყენა და ასევე მნიშვნელოვანი სამხედრო ზიანი მიაყენა საქართველოს 130 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა რუსეთის ფედერაციას, თუმცა სადია როგორც სხვა შეთანხმებები, მაგალითად 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება დიმიტრი მედვედევსა და საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს ნიკოლას სარკოზის შორის ეს ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთის ფედერაციამ არ შეასრულა. ასევე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა 2022 წლის ივნისში გამოსცა ბრძანება, რომელის მიხედვითაც 3 პირი გამოაცხადა საერთაშორისო ძებნაში, მათ შორის იყო ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სანაკოევი. საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე გრძელდება. რაც შეეხება მოქალაქეების გეგმას, ისინი ახლა მსვლელობით გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს აგვისტოს ომში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულებს.